ძველი საიდუმლო. ჩეტინ, შვილო. დღეს შენთან საუბარი ვერ მომახერხე. მოდი დაჯექი, ოპერაციის შესახებ ვისაუბროთ. ვიცი, ახლა ხასიათზე არ ვარ. სხვა დროს ვილაპარაკოთ. უნდა დავიძინო. კარგი, როგორც გინდა. დაგეხმარები. მოდი, დამეყრდენი. მადლობ, ბიძია. ექიმს ველაპარაკე. რამდენიმე დღეში თურქეთში ჩამოვა და ოპერაციას გაგიკეთებს. მადლობ, ბიძია. არ ვიცი ეს სიკეთე როგორ გადაგიხადო. მაგრამ ექიმი გარანტიას ვერ იძლევა, რომ ოპერაცია წარმატებით ჩაივლის. ხომ იცი, შეიძლება ფულით ყვილად დახარჯო. ეს აღარ გაიმეორო. კუდრეთისგან არ განსხვავებ. შენ ჩემი შვილი ხარ. მცირე შანსიც რომ იყოს, ყველაფერს გავიღებ იმისთვის, რომ ძველ ცხოვრებას დაუბრუნდე. ფულზე აღარ დამელაპარაკო. გაფრთხილებ. გმადლობ, ბიძია. დამამშვიდობისა. დამამშვიდობისა, შვილო. სერ. მხოლოდ 5 წუთი გაქვთ. მე შინოდა რომ ვეღარ გნახავდი. ახ როგორ შემოგიშვეს. მადლობა ღმერთს, ადვოკატმა კომისრისგან ნებართვა აიღო. აქ ერთი დღეც კი ვერ გავჩერდებოდი. 20 წელი როგორ გაძელი. დედობრივი გრძნობის დამსახურებით. თქვენი წყალობით ღმერთმა მომცა ძალა, რომ მომეთმინა. ადამიანებს შვილების ნახვის იმედით ყველაფრის ატანა შეუძლიათ. ოღონდ ვიცოდე, რომ უსაფრთხოდ და ბედნიერი ხარ. საჭიროების შემთხვევაში ციხეში კიდევ 20 წელს გავატარებ. არ ინერვიულო. აქ დიდხანს არ დარჩები. ბიცოლა ყველაფერს აკეთებს შენს გამოსაყვანად. კარგი ადვოკატი დაიქირავა. მისი წყალობით მალე გაგამართლებენ. თუ ზუხალი ასე ფიქრობს, ესე იგი ასეა. დურუ როგორ არის? ხომ არ ნერვიულობს? არ იდარდო. კარგადაა. აქ დიდხანს ნუ დარჩები. პატარა შვილი გყავს. სახლში წადი, დაისვენე. თუ ზუხალთან არ გინდა დარჩენა, შეგიძლია ჩემს სახლში იცხოვრო. შენ გარეშე არ წავალ. ჩვენ ყველა ერთად წავალთ აქედან. ღმერთის წყალობით ყველა ჭრილობას მოვიშუშებთ. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ერთად ყოფნით ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ.
თქვენი კლიენტი ღამეს საკანში გაატარებს. მისგან ჩვენებას დილით ავიღებთ. ბატონმა ერჯუმენტმა საჩივარი უკვე შემოიტანა. ხვალამდე ლოდინი მოგიწევთ. რა მოხდა ბიცოლა? რამე სიახლეა? არ ვიცი შვილო. ადვოკატი კომისარს ელაპარაკება. გამოვა და გავიგებთ. რა თქვა კომისარმა? ქალბატონი ჩინარისგან ჩვენებას დილით აიღებენ. ახლა სხვას ვერაფერს გავაკეთებთ. ჯობს სახლში წახვიდეთ. ყოველ დილით ადრე მოდით. არსად წავალ. აქ დაველოდები. ნუ ჯიუტობ შვილო, წავიდეთ. დილამდე აქ რა უნდა გააკეთო? ხვალ ერთად მოვიდეთ. დურუზე იფიქრე, ბავშვს დასვენება სჭირდება. თუ გინდა წადი ბიცოლა. მე აქ ვრჩები. პრობლემა არ არის. წადი, ბიძი ამარი ნერვიულოს. რას ამბობს ეჰერ? მარტო ხომ არ დაგტოვებთ? ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ყველაფერს ერთად გადავიტანთ. გმადლობ. ექიმთან ვიზიტის შემდეგ ჩემს ზარებს არ პასუხობ. რამე პრობლემა გაქვს? არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო. შენ რომ არა იმ მანიაკებს თავს ვერ დავაღწევდი. რაკენი, ჩემი ნომერი შეცვალე. ახლა შენთან დარეკვას ვაპირებდი. როცა ნომრის შესაძლებლად მივედი. ემრესთან ქალბატონი იფექი მივიდა და დოკუმენტი ჩემამდე აიღო. ახლა რა ვქნა, ომერმა რომ ნახოს დავიღუპები.
მისმინე ჰალილ. ეცადე რომ ის დოკუმენტი შენი შვილის ხელში არ აღმოჩნდეს. შენს ნომერს სისტემაში დღესვე შევცვლი. ომერმა ამობეჭდილი დოკუმენტი რომ დაკარგოს, ახალს აიღებს და პრობლემაც აღარ იქნება. ამჯერად არანაირი პრობლემა არ იქნება. ამის იმედი მაქვს. ის დოკუმენტი გაანადგურე და დანარჩენს მე მივხედავ ძმაო. დილამშვიდობისა. შენზე ვდარდობ. ხელი როგორ გაქვს? ჭრილობა დაიმუშავე? დავიმუშავე. არ იდარდო, მალე მომირჩება. რა ხდება? რაზე ლაპარაკობთ? რა გჭირს ხელზე ომერ? წუხელმე და ქალბატონესმას ინციდენტი შეგვემთხვა. შენ არ ინერვიულო, მნიშვნელოვანი არაფერია. წუხელ ერთად იყავით? ხო. ცოტა ვისაუბრეთ. რასთან დაკავშირებით? ჩაი გვაქვს ესმა? დიახ, ცოტა ხნის წინ ავადუღე. თუ გნებავთ დაგისხამთ. მადლობა. მე თვითონ დავისხამ. რწვენოდეს ომერ. ღამით გასართობად თუ მიდიხარ, არ უნდა დამირეკო? ნეტავ დაგეპატიჟებინე. ჩვენ ხომ კოლეგები ვართ. არაფერი დაგვიგეგმავს. ქალბატონესმას პრობლემა ჰქონდა. შევხვდი და ცოტა ვილაპარაკეთ. ერთმანეთს დარდი გაუზიარეთ. გასართობად არ ყოფილვართ. კარგი. რადგან ასეა? ესმას რა პრობლემა ჰქონდა? ვიღაც ტიპები აწუხებდნენ. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. სულ ესაა? სულ ესაა. თუ სხვა საქმე არ გაქვს, დამტოვე. უნდა ვიმუშაო. თქვენი ნებართვით, ბატონო ომერ. არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება. ცოტაც მოითმინე. მოვითმენ შვილო. აქამდე იმდენი რამ გადავიტანე. ეს იმასთან შედარებით არაფერია. რა თქმა უნდა მოვითმენ. როგორიც არ უნდა იყოს განაჩენი, არ იდარდო, კარგი? შვილის გულისთვის მტკიცედ უნდა იდგე. ცხოვრება უნდა განაგრძო. რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ. ახლა ადვოკატს მოусმინე. ის გეტყვის პროკურორს რა უნდა უთხრა და როგორ მოიქცე. კარგი? Алло. ომერ. რა საკეთებ შვილო? ოფისში ხარ? ოფისში ვარ მამა, მუშაობ, რა მოხდა? ყველაფერი რიგზეა? კი მამა, რა ხდება? არაფერი შვილო. უბრალოდ ვიკითხე. შენი ხმის გაგონება მინდოდა და ამიტომ დაგირეკე. კარგია რომ დამირეკე. კარგი, თაორია კარგად ხარ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. მადლობა. ოფისში უნდა მივიდე და დოკუმენტი წამოვიღო. გისმენთ? გამარჯობა. ჩვენ ჩეთინთან მოვედით. საფეხბურთო კლუბის ადვოკატები ვართ. მობრძანდით.
დაბრძანდით. გაუფრთხილებლად მოვედით, მაგრამ სასწრაფო საქმე მქონდა. ბატონო ჩეტინ, ეს ბატონები საფეხბურთო კლუბის ადვოკატები არიან. თქვენთან გასაუბრება სურთ. კარგი, დაბრძანდით. გთხოვთ, არ ინერვიულოთ. რა ხდება? რამე პრობლემაა? ბატონო ჩეტინ, ტრაუმის გამო კლუბთან კონტრაქტი გაგიწყდათ. დიახ, მივხვდი. პროცედურების მიხედვით მიღებული ავანსი უნდა დააბრუნოთ. ის ფული დავხარჯა. დაბრუნებას ვერ შევძლებ. ესე იგი აღიარებთ, რომ დანაშაული ჩაიდინეთ, არა? დიახ. კაცი, რომელიც დაჭერით, თქვენი ქალიშვილის ქმარია, მართალია? დიახ. ჩვენებას კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდით? არა. ერჯუმენტს ჩემი ქალიშვილისა და შვილიშვილისთვის სიანის მიყენება სურდა, ამიტომ დავჭერე. მომისმინეთ, ქალბატონო ჩინარ, თქვენ ახლა ხან გამოგიშვეს ციხიდან. იცით, რომ დანაშაულის განმეორების შემთხვევაში სასჯელი ორმაგდება. კარგად დაფიქრდით. ჩვენების შესაძლებლად დრო კიდევ გაქვთ. დასაფიქრებელი არაფერია. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც გითხარით. ერჯუმენტი დანით დავჭერე. როგორც თქვით, 20 წელი ციხეში გავატარე. თუ საჭირო იქნება, კიდევ 20 წელს მოვიხდი. არაფერი მოხდება. მომისმინეთ, 2 კვირას გაძლევთ. თუ არ გადაიხდით, მოგვიწევს სასამართლოს მივმართოთ. ვიჩსავი დაანებეთ. რამდენი საჭიროა გადავიხდი. ბიძია, ფული სულ დავხარჯა. არა უშავს შვილო. შენი ანგარიშის ნომერი მითხარი და დანარჩენს მე მოვაგვარებ. გამარჯობა. წარმატებულ დღეს გესურვებთ. გამარჯობა. იცით, შეხვედრა არ მაქვს დანიშნული, მაგრამ სასწრაფოდ ადვოკატს უნდა შევხვდე. განქორწინება მინდა. დაბრძანდით. მადლობთ. ბატონი ომერი კაბინეტშია, დავუძახებ. რა გქვიათ? ბურაკ საიმანი. გინაღამ დამოვიწყდა. ემრეს დოკუმენტი გამოვართვი და მოგიტანე. მადლობ. შეგაწუხე. რას ამბობ, რა შეწუხებაა? ბატონო ომერ, თუ დრო გაქვთ ბატონ ბურაკს სურს თქვენთან შეხვედრა. რა თქმა უნდა, მოგბრძანდით. კარგად ბრძანდებოდეთ. თითქოს არ იცოდნენ რა მდგომარეობაში ხარ. ურცხვად მოდიან და ფულს გთხოვენ. ბიძია, ბოდის გიხდი. ჩემ გამორთულ მდგომარეობაში აღმოჩნდი. ეს რას ნიშნავს ჩეტინ? რთულ მდგომარეობაში რატომ აღმოჩნდი? ჩემი ვალი შენ გადაიხადე ბიძია. მაგრამ ამვალს რა შეიძლება მალე დაგიბრუნებ. არ მინდა ტვირთად დაგაწვე. რა ტვირთი? ეს რა სიტყვებია? შენ ჩემი ძმისშვილი ხარ. საკუთარ შვილად მიგიღე. ასეთი რამ აღარ გავიგონო. თორემ ძალიან გაგიბრაზდები. რა მოხდა? ჩინარმა რა თქვა? გაათავისუფლებენ? სამწუხაროდ ქალბატონ ჩინარს დიდი ალბათობით ციხეში გაუშვებენ. მან აღიარა, რომ ერჯუმენტი დაჭრა. როგორც ხვდებით, ამ განცხადების შემდეგ ქალბატონ ჩინარს არ გაათავისუფლებენ. ღმერთო ჩემო. რა მეიღონით ბატონო მურატ? როგორმე უნდა შევძლოთ და ჩინარი ციხიდან დავიხსნათ. თუ ერჯუმენტი საჩივარს გაიტანს, ის გადარჩება. დურუ ადექი შვილო, მივდივართ. რა მოხდა შვილო, სად მიდიხართ? წამოდი. გაიქეცი.
იქნებ დედა შენი გადაარჩინო. ქალბატონმა ჩინარმა მითხრა, რომ თქვენთან შეხვედრა სურდა. ქალბატონის საერის თანდასწრებით ვერ გითხარით. პროკურორმა ნებართვა მოგცა. შეგიძლიათ ახლა ვენახოთ და გაესაუბროთ. ღმერთო, ჩემთან რა საქმე უნდა გქონდეს? ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი არ მაქვს. მინდა რაც შეიძლება მალე შევიტანოს არჩელი და ცოლს გავშორდე. ესე იგი ჯერ თქვენმა მეუღლემ არ იცის, რომ განქორწინება გინდათ. შეიძლება რჩევა მოგცეთ. რა თქმა უნდა გისმენთ. მინდა გთხოვოთ, რომ ამ საკითხზე ჯერ თქვენს მეუღლეს გაესაუბროთ. ამ გზით მას არჩევანის გაკეთების შანსს მისცემთ. იქნება ამ შესაძლებლობით ოჯახი დაანგრევას გადაარჩინოთ. არ მგონია ჩემი ცოლი განქორწინების დიდად წინააღმდეგი იყოს ბატონო ომერ. პირიქით გაუხარდება კიდეც. თუნდაც ასე იყოს, მაინც გთხოვთ, რომ ჯერ მას დაელაპარაკოთ. და თუ თქვენი მოლოდინი გამართლდება, ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც თქვენი ნებებთ. მელდასთან დალაპარაკება არაფერს შეცვლის. კარგი. მაშინ ნება მომეცით მე დაველაპარაკო. შეგიძლიათ თქვენი მისამართი მითხრათ. ჩემი აზრით მასთან დალაპარაკებას აზრი არ აქვს. მაგრამ რადგან ასე გსურთ. ჯანანის ხალხი ვინ იყო? საფეხბურთო კლუბის ადვოკატები იყვნენ. ბატონ ჩეთინს ვალი ჰქონია. უთხრეს თუ არ დაფარავთ, სამართლებრივ ზომებს მიმართავთო. მერე რა მოხდა? საუბარს მამა თქვენი შეესწრო. და თქვა ვალს მე გადავიხდი. ჩემი ძმიშვილი აღარ შეაწუხოთო. უსაყვედურა და გაუშვა. ჩეთო ძვირფასო. როგორ ჩანს კარგ ხასიათზე ხარ. მაგრამ ასე მარტო ყოფნა არ შეგეფერება. ახლავე ჯანანს დაუძახებ, ხილის კოქტეილი მოგვიმზადოს. ჩემი დაცინვით ნუ მოწდები ჩემო ლომა. წადი სახეზე წყალი შეისხი და გონსმოდი. მე კი საკუთარ თავს მიხედე. მიდი. თუ არ დაგიჯერებ რა მოხდება? მამა ჩემთან დამასმენ? ჩემთან რა პრობლემა გაქვს კუდრეთ? რა გინდა ჩემგან? მე რა უნდა მინდოდეს? ეს შენ ხარ ვინც ამ სახლში ყოველთვის რაღაცას ითხოვს. რა ხდება? ჩეთინს ოპერაცია სჭირდება, ხარჯები აანაზღაურე თურგუთ. ჩეთინს ფული მიეცი, კლუბის ვალები უნდა გადაიხადოს თურგუთ. ერთი შეხედეთ. თურგუთ ფოირაზი შენთვის მუშაობს ჩეთო. ეს არაფერს ნიშნავს? ჩვენ კი უფლება არ გვაქვს თქვენგან რამე მოვითხოვოთ. რაღაც უნდა გითხრა ჩეთინ. იმედია ხვდები რომ მამა ჩემისთვის მოუშორებელი პარაზიტი ხარ. და უკვირდი რას ამბობ კუდრეთ. სანამ რამე სიტყვი დაფიქრდი. გასაგებია? შენ მასწავლი როდის რა უნდა ვთქვა? კუდრეთ აქედან წადი. ნუ მაიძულებ დაგარტყა. წადი მეთქი. ფრთხილად ჩეთო, ფრთხილად. უმერთმან უქნას რამე არ დაგემართოს. თუმცა ეგეც არ იქნება პრობლემა. თურგუთ ფოირაზი თქვენთვის ექიმებს ჩამოიყვანს მთელი მსოფლიოდან. კუდრეთ. აქ რა ხდება? რატომ ყვირით? არაფერია მამა. ადვოკატებმა ჩეთინს ვალის დაბრუნება მოსთხოვეს. ფული კი ბიძამისმა გადაიხადა. ამაზე ვსაუბრობდით. ეს შენი ვალია ბატონო კუდრეთ. ბიჭი ამ მდგომარეობამდე მიიყვანე და მისი ვალის დაფარვაც აღარ გინდა? შეიძლება ახლა მე მივეცი ფული, მაგრამ იმუშავებ და ამ ფულს უკან დამიბრუნებ. მოგძანდით ქალბატონო. ადვოკატს ველაპარაკე. სამწუხაროდ მითხრა, რომ ვერაფრით გეხმარება. მაგრამ არ ინერვიულო. ჩვენ მაინც არ დავნებდებით. თვალთ მაგცობას მორჩი ზუჰალ. რაღაც უნდა გითხრა. აქ ამიტომ დაგიბარე. წლების წინ გითხარი, რომ ჩემი შვილები არ მიატოვა მეთქი. ხოლო დამას გთხოვდი. ახლა კი მინდა, რომ მათგან თავი შორს დაიჭირო. ისეთი არაფერი გააკეთო, რომ მათ გული ედგინოთ. გასაგებია? ეს რას ნიშნავს?
ისინი ჩემი შვილები ვით არიან. გული რატომ უნდა ვატკინო? არ გინდა ზუჰალ. რაც მინდა და გითხარი. ჩემი ნათქვამი არ დაგავიწყდეს. თორემ სადაც არ უნდა იყო გიპოვი და პასუხს გაგებინებ. ამჯერად არ დაგინდობ. ახლა შეგიძლია წახვიდე. ოფიცერო, შეხვედრა დასრულდა. შეგიძლიათ ქალბატონი წაიყვანოთ. გაგარგია. მოდი ბატონმა ჩეთინმა დაიძინოს, კუდრეთმა კი იმუშაოს დავალი გადაიხადოს. კუდრეთ ნუ აზვიადებ. ჩეთინის გამო ყველაფერს აკეთებთ. ერთხელ მაინც შემომჩნიეთ. ერთხელ მაინც მომისმინეთ. ნუ ყვირე, შენი ადგილი იცოდე. მე მამა შენი ვარ. რასაც გეტყვი იმას გააკეთებ. იმუშავებ და ფულს დამიბრუნებ. არა ბატონო, არაფერსაც არ გავაკეთებ. იმიტომ რომ არაფერი დამიშავებია. კუდრეთ გაჩუმდი, ნუ ბრაზობ. შენ უერევი, დროა მითხრას რა აწუხებს. მეც მინდა ვიცოდე მამა ჩემი ასე რატომ მეკცევა. ამას მაშინ მიხვდები, როცა მამა გახდები. იქამდე კი როგორც გითხარი, ისე მოიქცევი. შენს კითხვაზე პასუხს ვერ მიიღებ, სანამ სწორ გზას არ დაადგები, ბატონო კუდრეთ. არაფერს არ გავაკეთებ, გესმის? შენს ნათქვამს არ შევასრულებ. ვალს არ გადავიხდი. რას გააკეთებ? მითხარი, რას? ამ სახლიდან გაეთრიე. წადი. სანამ კაცი არ გახდები, არ დაბრუნდე. საკრედიტო ბარათებს ვეღარ გამოიყენებ. ამიერიდან მამა შენის ფულებით ტკბობის დრო დასრულდა. ახლა მარტო ხარ. ნახოთ რას გააკეთებ. ბიძია მოიცადე, ასე ნუ მოიქცევი. კუდრეთმა ეს გაბრაზებულ გულზე თქვა. გთხოვ გაუგე. ჯერ კიდევ პატარაა. მარტო ვერ იცხოვრებს. გაუმართვი. ესე შენი ბარათები. შენგან არაფერი მჭირდება, გესმის? ბიძია ეს რატომ გააკეთე? მარტო როგორ უნდა იცხოვროს? ეს უკვე ჩემი საქმე აღარ არის. გაიგოს ამ ცხოვრების სიმწარე. იჩქარე ქალბატონო ისმა. ჯერ მზად ისევ არ ხარ? რა ხდება? ამჯერად სად მიდიხართ? ბატონი ბურაქის მეუღლეს შევხვდებით. იქნებ მათი ქორწინება მაინც გადავარჩინოთ. დარწმუნებულები ხართ, რომ იმ ქალთან შეხვედრა საჭიროა? ამ საქმის დეტალები რომ იცოდე, დარწმუნებული ვარ, შენც იგივე სიფიქრებდი, რასაც მე. ახლა უნდა გავიდეთ. მოგვიანებით დაგელაპარაკები. მზად ხარ? წარმატებულ დღეს გისურვებ. რაც ეს მამოვიდა, მას შემდეგ საქმეს მარტო აღარ აკეთებ ომერ. მაგრამ მარტივად არ დავნებდები. ომერს არ დაგითმობ ესმა. თუ საჭირო იქნება, აქედან გაგიშვებ. მაგრამ ომერზე უარს არასდროს ვიტყვი. ფრთხილად. ჩემი გატყავება ხომ არ გადაწყვიტე. ბოდიშს გიხდით, უკვე დავასრულე. ერჯუმეთ. ერთს გეუბნები და მეორეს აკეთებ. შენი ქალიშვილი უნდა წამოგიყვანა. როგორ მიხვედი იქამდე, რომ ცოლმა დაგჭრა? გონს როდის მოხვალ? დედა შენს როდის მოусმენ? მაიძულებ გაწყენინო. ვითომ არ ვიცი როგორ მოიქეცი. შენ არ იყავი ცეცხლზე ნავთი რომ დამისხი და სეჰერთან მაჩხუბე. საქმე იქამდე მიიყვანე რომ თავი დავკარგე და აუფეთქდი. რჩევა მოგეცი რომ ცოლი არ გაგშორებოდა. მაგრამ შენ რა გააკეთე? ცოლ შვილი მოსტაცე და ჩვენ წინააღმდეგ გაამხედრე. ერთო მოთმინება მომეცი. დედა გაჩუმდი. გაჩუმდი თორემ არ ვიცი. თავი მისკდება გაჩუმდი. ხმას ნუიღებ.
შენი ცოლი ბატონი თურგუთის ქონების მემკვიდრეა. თუ სეჰერს დაკარგა, ქონებასაც დაემშვიდობები. შენ ვერაფერს მიიღებ, მარტო დარჩები. არც ცოლი გეყოლება და აღარ ჩვილი. ყველაფერი გააკეთე, რომ შენი ცოლის გული მოიგო. დურუ გარეთ გელოდებათ. მარტო დაგტოვეთ. ერჯუმენტთან სალაპარაკო მაქვს. როგორ ხარ? ჭრილობა გტკივა? როგორ უნდა ვიყო? საკუთარმა ცოლმა გამიმეტა. დანით დამჭრა. შენ მაიძულე ერჯუმენტ. ისე მოიქეცი, რომ სხვა გზა არ დამიტოვა. ნაპატიე სეჰერ. არ მინდოდა ასე მომხდარიყო. მე მხოლოდ ჩემი შვილის წაყვანა მინდოდა. ეს ჩემი ერთადერთი დანაშაულია. შენც კარგად იცი. ასე აპირებდი ჩემს დაბრუნებას. ჩხუბით, სკანდალით და ძალადობით? მართალი ხარ სეჰერ. მართალი ხარ. რასაც ამბობ, ყველაფერში მართალი ხარ. მაგრამ ამდენი წელია ჩემი ცოლი ხარ. ხომ იცი რომ სხვა ქალისკენ ვერასდროს გავიხედავ. შენ გარეშე ვერ ვიცხოვრებ სეჰერ. შენი და დურუს გარეშე მოვკვდები. გთხოვ, სახლში დაბრუნდი. მარტო არ დამტოვა. გთხოვ სეჰერ. კარგი. ძველი დროის ხათრით. და რა თქმა უნდა ჩვენი შვილის კეთილდღეობისთვის. დავბრუნდები. ხოლოდ ერთი პირობა მაქვს. რაც გინდა მთხოვე. ყველაფერს გავაკეთებ. საჩივარი გამოიტანე. ქალბატონი აიშე ციხეში არ უნდა ჩაჯდეს. თუ ამას გააკეთებ, დურუს ხელს მოვკიდებ და სახლში დავბრუნდები. წარმატებულ დღეს გისურვებ შვილო. ბატონო ჰალილ, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. ველობთ. რა სიურპრიზია. დაბრძანდით, გთხოვთ, რამე შემოგთავაზებთ. არა შვილო, არ მინდა ხელი შეგიშალო. ომერი ოფისში არ არის? ეს მასთან ერთად შეხვედრაზეა წასული. თუ გინდათ დაურეკავ და მოვა. არა, საჭირო არ არის. წასვლამდე ომერმა ჩემზე რამე ხომ არ გითხრა. ვერ გავიგე, რა უნდა ეთქვა? არაფერი შვილო, ყურადღებას ნუ მომაქცევ. ალბათ არაფერი უთქვამს. ბატონო ჰალილ, ხომ კარგად ხართ? სახეზე ფერი არ გადებთ. წნევა ხომ არ დაგივარდათ? არა, კარგად ვარ. ფეხით მოვედი და ალბათ ამის ბრალია. დავბერდი. გული მიჩქარდება ხოლმე. კარგი. ომერის კაბინეტში შედით, სანამ ჩემს საქმეს დავასრულებ. ყავას მოვამზადებ და მოვალ. კარგი შვილო, მაგრამ არ მინდა რომ შეგაწუხო. რას ბრძანებთ? გთხოვთ? ბატონო ჰალილ,
ჩემი ნათქვამი კარგად დაიმახსოვრა ზუჰალ. ხშირად გაიმეორე, რომ არ დაგავიწყდეს. თუ ჩემ შვილებს რამეს დაუშავებ, ყველაფერს ვიღონებ, რომ ციხიდან გამოვიდე. და პასუხი გაგებინო. ამას გავაკეთებ. გაჩვენებ რა შემიძლია თუ რგუთ ფოირას. შენ გონია ფულის გარეშე ვერაფერს გავაკეთებ? ძალიან ცდები. შენ მე არ მიცნობ. დამაცადე. გაჩვენებ რა შემიძლია. საიძმაო. მანქანა დაძარი. კეტყვი სად უნდა წამიყვანო? შვიდობით ქალბატონო ჩინარ. იქ დაბრუნდი, საიდანაც მოხვედი. მოიცადეთ. პროკურორის თქმით, ქალბატონმა კიდევ ერთხელ უნდა მისცეს ჩვენება. რა ხდება? ეს რას ნიშნავს? ჩვენება ხომ მისცა? არ ვიცი ქალბატონო ზუჰალ, როგორც ჩანს პროკურორმა ასე მიიჩნია საჭიროდ. რას ნიშნავს ასე მიიჩნია საჭიროდ? ახლავე წადით და გაარკვიეთ რა ხდება. იმედი არაფერი გამოგივა ჩინარ. შენ ციხეში უნდა წახვიდე. საკანი გელოდება. ბატონო ჰალილ, რას აკეთებთ? შვილო, მე რას ეძებდით? ნება მომეცით დაგეხმაროთ. არა, ამ ფოტოს ვუყურებდი. ომერს ჩარჩოში ჩაუსვამს და სამუშაო მაგიდაზე დაუდია. ომერს ძალიან უყვარხართ ბატონო ჰალილ. სულ იმას ამბობს, მამა ჩემის დამსახურებით ვარ წარმატებული ადვოკატია. სხვათა შორის ყავა აღარ გქონია. ჩაი მოვამზადე, თუ დალებთ ახლავე მოგართმევთ. კარგი შვილო, დავლევ. მაპატია შვილო. ძალიან მინდა შენაერი კარგი შვილისთვის ღირსეული მამა ვიყო. შვილო, პროკურორმა რატომ დამიბარა? ჩვენება ხომ უკვე მივეცი? ინფორმაცია არ გვაქვს დეიდა. როცა პროკურორი მოვა, თავად გითხეთ. ბატონო პროკურორო, რატომ დამიბარეთ? გთხოვთ დავბრძანდით. რატომ მომატყუეთ? დანაშაული საკუთარ თავზე რატომ აიღეთ? ბატონი ერჯუმეთი თქვენ არ დაგიჭრიათ. პროკურორმა ჩინარი რატომ დაიბარა? ჯერ ვერ გავიგე ქალბატონო.
პროკურორმა თქვა, რომ ქალბატონ ჩინართან პირისპირ სურდა საუბარი. როცა საუბარს დაასრულებენ, მე გავიგებთ. რანაირი ადვოკატი ხარ? ვერაფერი გაგირკვევია. მაგრამ ბატონმა პროკურორმა რაც შეიძლება სწრაფად გაიგე რა მოხდა და შემატყობინე. თუ ის ქალი ციხეში არ დაბრუნდება, საქმე ჩემთან გექნება. არ ვიცი რა გითხრათ ჩემმა ქალიშვილმა, მაგრამ მას არაფერი დაუშავებია. ეს სეჰერს არ გაუკეთებია, მე გავაკეთე. ერჯუმენტი მე დავჭერი. თქვენს ქალიშვილს არ უთქვამს, რომ უდანაშაულო ხართ. ბატონმა ერჯუმენტმა განაცხადა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. ეს მართლა თქვა? დიახ. როცა ის სოლს დანის თავს ესხმოდა, თქვენ ჩაერიეთ და დანის გამორთმევას სცადეთ. ბიცოლა. სად ხარ, სეჰერ? რამდენჯერ დაგირეკე, სად გაქრი? ახალი ამბავი არ გაგიგია? რამე მოხდა, უკვე გამოუშვეს? როგორ გამოუშვებენ? დანაშაული აღიარა. არ მითხრა, რომ პროკურორს სიმართლე უთხარი. არა. ერჯუმენტს საჩივარი გამოვატანინე. რა? ქალბატონო ზოჰალ? ბატონმა ერჯუმენტმა განაცხადა, რომ უბედური შემთხვევა მოხდა. ქალბატონ ჩინარს გაათავისუფლებენ. ვიცი. როდის გამოუშვებენ? პროკურორი მასთან საუბარს დაასრულებს და მაშინვე გაათავისუფლებენ. დედა ისეს ძალიან გაუხარდება ამას, რომ გაიგებს. ხომ ასია დედა? ოშვილო. ძალიან გაუხარდება. უკაცრავად, მაღაზიაში ვიყავი. ვიფიქრე ჩაისთან ერთად ტკბილეულსაც მივირთმევდით. ბიძია ჰალილ? მართლა ჩემოსაც წავიდა. ძმაო სეზგენ. დოკუმენტები ჩემს ხელშია. შეგიძლია სისტემაში ჩემი ნომერი შეცვალო. გმადლობ. დიდი უბედურებისგან მიხსენი. ღმერთმა დაგლოცოს. კარგად იყავი. ღმერთი შენკენ. ღმერთო ჰალილ. ეს რა იკადრე? ჩვენი შვილის კაბინეტში შეხვედი და დოკუმენტი მოიპარე. როგორ არ გწხვენია? მაპატიე ომერ. საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ. შენ მაინც მაპატიე. ეს როგორ მოხდა, სეჰერ? ერჯუმენტი როგორ დაარწმუნე, რომ საჩივარი გამოეტანა? ვუთხარი, რომ თუ საჩივარს გამოიტანდა, სახლში დაუბრუნდებოდი. სწორად მოიქეცი, სეჰერ. ყოჩახ, ჩინარის გამო თავი გაწირე. ყოჩახ. არაფერი თქვა. მან ეს არ უნდა გაიგოს. რაც ჩინარის გამო ამ წლების განმავლობაში გამოიარე, არ იყო საკმარისი. ახლა შენი მომავალი გაანადგურე. ნუ თუ ეს გიღირდა, შვილო. ახლა როგორი ცხოვრები მკაცდა? იმ სახლში როგორ დაბრუნდები? დეიდა აიშე. ჩემო პატარა. ჩემო ძვირფასო. ღმერთმა კარგად გამყოფას. გმადლობ, შვილო. ღმერთმა კარგად გამყოფოს, ძვირფასო. მადლობა ღმერთს ციხეში არ გაგიშვეს. წავიდეთ. წავიდეთ, შვილო. წამოდი. მოვდივარ. კუდრეთ, კეთილი იყო შენი მოსვლა. ძაღლი ახსენეო, ახლა სწორედ შენზე ვლაპარაკობდით.
ჩემზე რატომ ლაპარაკობდით? შენი აზრით ძმაო? არ ვიცოდით რა გვეჭამა. ბიჭებს ვუთხარი, ახლა კუდრეთი აქ რომ იყოს საჭმელს გამოიძახებდა მეთქი. მდიდარი კუდრეთი ბატონი თურგუთის სასახლეში დარჩა. ამ თურგუთს კი ტაქსიმში წასასვლელი ფულიც კი აღარ აქვს. რა? ეგ როგორ? მდიდარი აღარ ვარ ძმაო. ამა ჩემს ვეჭხუბე, სახლიდან წამოვედი. ბარათების სამართვა და ფულიც. ასე რომ ახლა თქვენგან არაფრით განსხვავდები. აბა, რა ვჭამოთ ბიჭებო? მაკარონის ჭამას ვაპირებდით. და მომამზადებ. კარგი ძმაო, მიდი. დავალება ვერ შეასრულე. შენ გამო ჩინარი გაათავისუფლეს. ქალბატონო ზუჰალ, რა უნდა მექნა? ქალბატონის სეჰერი წავიდა და ქმარი დაარწმუნა, საჩივარი გამოეტანა. სულელი სეჰერი. გეგმა ჩამიშალა. სეჰერ. შენმა ქმარმა რატომ თქვა, რომ უბედური შემთხვევა მოხდა? მითხარი რა მოხდა? სეჰერ, მამის მინე. იმ კაცთან ხომ არ დაბრუნდები? არა. ერჯუმენტი მომხდარს ძალიან განიცდის. სინამდვილეში ცუდი ადამიანი არ არის, არი ნერვიულო. ასეთი რამ აღარ განმეორდება. მეც და დურუსაც ძალიან გვაფასებს. დიდ პატივს გვცემს. არ მჯერა. სეჰერ, იმ კაცის დაცვას ნუ ცდილობ. მოვკვდები და იმ სახლში აღარ გაგიშვებ. დანარჩენ პროცედურებს ადვოკატი მოაგვარებს. ახლა შეგვიძლია წავიდეთ. ბიძა შენი ძალიან ნერვიულობს, სეჰერ. წამოდი. ჩინარ. ჯერ შენ სახლში წაგიყვან და მერე წავალთ. სად წახვალთ? ჩემთან არ მოდიხართ? არა, ჩვენ ბიჩალასთან წავალთ. სეჰერს მარტო არასდროს დავტოვებთ. თურგუთმა თქვა, ჩემი დიშვილი სახლში მოიყვანე, სხვაგან რატომ უნდა იცხოვროსო? დურუც და სეჰერიც ჩვენთან თავს უფრო უსაფრთხოდ იგრძნობენ. ასე არ არის? წამოდი შვილო. არი ნერვიულო. კარგად ვიქნებით. წამოდი. თქვენ წადით. სახლში თვითონ წავალ. კარგი? თუ რამე დაგჭირდება არ მოგერიდოს დამირეკე. კარგი ჩინარ. დედა აიშე, ნახვამდის. ციხიდან თავის დაღწევა ნუ გაგახარებს ჩინარ. ადრე თუ გვიან თავიდან მაინც მოგიშორებ. ვერ შეძლებ ჩვენი მყუდროება დაარღვიო. როგორც 20 წელი ნატრობდი შვილების ნახვას, ამის მერეც ასე გაგრძელდება. სტუდენტური სამუშაო არსებობს. შეგიძლია დღესვე დაიწყო მუშაობა. ვერ დავნაყრდი. სახლში საჭმელი არაფერია. ერთი თებში შეჭამე, როგორ არ გეყო? გამართვი, ესეც აიღე. ასაკეთებ თებში დადე და თვითონ შეჭამე. უბრაზობ კუდრეთ. მიდი შენს ჭამე. ჭამე, მე მოვითმენ. ერთ მშვენიერ დღეს როცა მამა შენ შეურიგდები, რესტორანში შევჭამთ. ხელი მომაშორე. ახლა გასაგებია ჩემ გარაგინათ. ეს კაცური საქციელი გონიათ? კუდრეთმა მდიდრულ რესტორანში უნდა წაგიყვანოთ. ანგარიში გადაიხადოს. მშიერი კუჭი ამოგივსოთ არა? მეგობარო დამშვიდი. ამა შენს ეჭხუბე და ბრას ჩვენზე ანთხევ. მერე რა მოხდა? როცა მეგობარს რთული პერიოდი აქვს არ უნდა გაამხრევოთ? კუდრეთ დამშვიდი. კარგი დაჯექი რა. კარგად მეყოლეთ. კუდრეთ სად მიდიხარ? შენ მაინც უთხარი, რას აკეთებს? გაუშვი ძმაო, მამამის ვერაფერი უთხრა და ჩვენთან არის დიდ გულზე. დავი დაანებე. სულ ორი სიტყვა უთხარი და ვერ აიტანეს. ასეთ ადამიანებთან რამე საქმეა? ერთხელ გამიჭირდა და მაშინვე წუწუნი დაიწყეს. ფულიც არ მაქვს, რა უნდა ვქნა? არა. ახლა დედა ჩემს ვერ დაურეკავ. მე ტყვის სახლში მოდიო. მშიერი რომ დავრჩე და ღამის ქუჩაში გათენება მომიწიო, სახლში მაინც არ დავბრუნდები. ნეტავასი არ მოგცეულიყავი სეჰერ.
ალბათ გგონია მეწყინა ჩინარი ციხეში რომ არ ჩასვეს. მაგრამ დამიჯერე, მე შენს კეთილდღეობაზე ვფიქრობ. ამდენი წელია შენ და შენს ძმას დედობას გიწევთ. ერთხელ მაინც უნდა დაგეჯერებინა ჩემთვის. ვერ შევძელი ბიცოლა. ჩემ გამო ციხეში ვერ გავუშვებდი. მოვედით. მიდი, წინ ჯოჯოხეთი გელოდება. ასე ნუ მიყურებ, ეს შენი არჩევანია. იმედია არინანე. გალოტონო აიშე? ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. დარდობდი რომ ციხეში უდანაშაულოდ გეშვებდნენ. ღმერთმა კარგად გამყოფოთ. გმადლობთ. ღმერთმა დაგლოცოთ. როგორ გამოგიშვეს? ერჯუმენტმა განაცხადა რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. არ ვიცი ასე რატომ მოიქცა, მაგრამ მეც და სეჰერიც გადავრჩით. ერჯუმენტის ასეთი გადაწყვეტილება იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თქვენი ქალიშვილი მასთან დაბრუნდება. ღმერთმა ნუქნას ბატონო ჰალილ. უფალია მოწმე. ოღონდ ჩემი ქალიშვილი მკაცთან არ დაბრუნდეს და თანახმავარ კიდევ 20 წელი გავატარო ციხეში. დედა, აქ რატომ მოვედით? დედა აიშესთან დავრჩენილიყავით. ეს ჩვენი სახლია, შვილო. დედა აიშესთან სტუმრად ვიყავით. მაშინ მამა ჩემი წავიდეს, მისი მეშინია. მამა შენმა ბოდიში მოიხადა. ჩადენილს ძალიან ნანობს. მე მისი აღარ მეშინია. დარჩენ უნდა შეგეშინდეს. ვირდები, ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება. მოდი. ახლა სახლში შევიდეთ. კარგი. წამოდი. თვალები გაახილე. შენი ცოლშვილი მოვიდა. ვიცოდი რომ მოვიდა და სხვა გზა არ ქონდა. შვილო ამჯერად ჭკვიანად მოიქეცი. ცოლი აღარ გაგექცეს. თორემ ვეღარასდროს დაიბრუნებ. როგორ მეეცადე მისი გული მოიგო. იმედია მისი წყალობით დიდ მემკვიდრეობას მიიღებ. ვიცი რთული იქნება, მაგრამ უნდა გაუძლო. ვიცი დედა. ერთი და იგივე 20 ჯერ ნუ მიმეორებ. სულელი არ ვარ. მიდი კარი გააღე. მიდი. კეთილი იყოს შენი დაბრუნება. შვილო. ჩემო პატარა, მომენატრე. მოდი მამიკოსთან. ახლოს მოდი. ძალიან მომენატრე. მინდა რომ ჩაგეხუტო დურო. დურო. ნუ დააძალებ. მისი დათანხმება ისედაც გამიჭირდა. დრო მიეცი. ყველაფერი კარგად იქნება. ჩემო საერ. ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება. აი ნახავ. შენც და დურუსაც ხელის გულზე გატარებთ. დურუსთან წავალ. ერთი შეხედე. დამნაშავე თვითონ არის. და ისე გვექცევა თითქოს ცივსისხლიანები ვიყოთ. დედა გაჩუმდი. რას მეუბნები, რას აკეთებ? გინდა გამაგიჟო? გაჩუმდი, მეტი არაფერი მითხრა. ჩუმად ვარ. ნახოთ ერთი რას გააკეთებ. არა. სეჰერის სახლში არ დაბრუნებულა. ამიერიდან იმ კაცთან საერთო აღარაფერი ექნება. ის და დურუ ზუჰალთან წავიდნენ. თურგუთი არ დაუშვებს, რომ სეჰერი იმ კაცთან დაბრუნდეს. მაშინ სანერვილო არაფერია, მშვიდად იყავით. წავალ, სანამ გვიანი არ არის.
არ მინდა ჰადია კიდევ დიდხანს ვალოდინო. ბატონო ჰალილ. კინაღამ დამავიწყდა მეკითხა. თქვენმა შვილმა ხომ არ გაიგო, ჩემს ნომერზე ვინ დარეკა. რამე გაარკვია? არ მგონია, რამე რომ გაერკვია მეტყოდა. იმედია გაარკვევს. ის ადამიანი ერთადერთია, ვისაც შეუძლია ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებაში დამეხმაროს. სიმართლე მხოლოდ მან იცის. ღმერთი თქვენკენ წარმატებებს გესურვებთ. ამინ. გმადლობ. თქვენს წარმატებას გისურვებთ. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni